მოგესალმებით ანუნა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე მესმის ეხა ეს რაღაცა გაუგებარი ისტერია და ამას თავისი საფუძვლები აქვს. თუ ვინმეს ქონდა განცდა იმის, რომ ეხლა გიორგი გახარია და საერთოდ ჩვენი გუნდი ნაციონალური მოძრაობის წინა რეჟიმის ასე ვთქვათ საკითხებთან დაკავშირებით რაღაცა პოზიციას დაიჭერდა განსხვავებულს ისეც რაც ჩვენ ყოველთვის არ დაგვიჭერია. მაშინ არ იცნობს არც გიორგი გახარიას და არც ჩვენ გუნდს. რაც შეეხება კომისიის საკითხს, ჩვენ არანაირი შეთანხმება არ დაგვირღვევია ჩვენ კომისიაში. ესეთი შეთანხმება ორი ადგილი დავასრულებთ შეიძლება. გასუხობთ. ჩვენ კომისიაში გვაქვს ორი ადგილი, იცით, ჩვენ გუნდს და ჩვენი არც ერთი გუნდის წარმომადგენელი იქ არ იმყოფება და არანაირ ლეგიტიმაციას არც ერთი თვალსაზრისით ამ კომისიას არ აძლევს. ეხლა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ანუნა მაგ შეთანხმებამდეც თუ არ ვიცი შეხვედრამდეც მის შემდეგაც რომ კომისიაზე დაბარების და მისვლის საკითხი ეს არის ინდივიდუალურად იმ ადამიანის გადასაწყვეტი და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ვინც დაბარებულია. არასდროს ჩვენ გუნდს არ გაუკეთებია არც ერთი კომენტარი და არც ერთი შეფასება სხვა რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის კომისიასთან დაკავშირებულ პოზიციაზე. ვერ მოიყვანთ თქვენ ესეთ რაიმე ტიპის შეფასებას, იმიტომ რომ ანუ თინა პოპუჩავა რომ მეუბნება რომ დიმიტრი წკიტიშვილმა გითხრაო რომ ჩვენი პარტია არ მივიღებთ მონაწილეობას თეატრულ ოკეანის კომისიაში, იტყუება თინა პოპუჩავა, ეს არ უთქვამს დიმიტრი წკიტიშვილს. და იქ თქვა დიმიტრი წკიტიშვილმა, რასაც თქვენ ამბობთ რომ ინდივიდუალურად მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ანუნა მე მესმის რომ დიდი ხანია თქვენ გადაცემაში ავყოფ თქვენთან უშუალოდ ავყოფილ ვარ. ამიტომ ძალიან გთხოვთ დამასრულებინეთ პასუხი და მერე გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. დიახ, ჩვენ არც ერთ ჩვენი პარტიის წარმომადგენელს ესე ვთქვათ, არანაირი მონაწილეობა პროცესის კომისიაში მსვლელობის პროცესში გულისხმობ იქ დასწრებას მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს იქ ადგილი არ მიგვიღია. ეხა თინა პოპუჩავა იქნება თუ სხვა ნაციონალური მოძრაობის იგივეს ამბობს გვარამიას თამარ ჩერგოლეიშვილიც მეც ხომ აქვს არა კონტრშეკითხვები ბექა ვერ იქნება ეს მონოლოგის რეჟიმი თქვენი პასუხი კითხვასაა დავასრულებ მაგას ვამბობ დავასრულებ და მე შემეკითხეთ ხო არ გარბივარ არსად არა შესაბამისად ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს რომ ვერც ნაციონალური მოძრაობის ვერც ქართული ოცნების და ვერც ვერავის ზეგავლენას ჩვენ პოლიტიკურ დღესასრიგზე ვერ მივიღებთ და ვერ მოახდენს ეს ვერანაირ ზეგავლენას მით უმეტეს როცა ეს ეხება პერსონალურად მისაღებ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას მხრიდან და თინა პოპუჩავა იქნება თუ სხვა ნებისმიერი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჩვენ ბევრი მოგვისმენია აი უბრალოდ ესეთი არათანმიმდევრულობა ესეთი მიზანმიმართული ქმედება როგორ შეიძლება პასუხისგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს ჯერ გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაც ერთობაზე მერე გამოდიან და სალომე ზურაბიშვილს რომელიც შეიძლება იყოს ამ პლატფორმის ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობა ამას პირდაპირ შეტევას აკეთებენ ამაზე ილანძღებიან და მერე ამბობენ რაღაცა შეთანხმებებზე რაღაცა შეთანხმების დარღვევაზე საერთოდ მე მესმის მათი პოლიტიკური წუხილები მე მესმის მათი მდგომარეობა მე მესმის ის რომ ძალიან გაღიზიანდნენ სიმართლეზე რომელზეც იყო საუბარი მათ შორის გუშინდელ კომისიაზე გიორგი გახარიას მხრიდან და არ შეიძლება ისინი ვერ ესე ვთქვათ ჩვენი პოზიცია არსად არ წავა ჩვენ არა ვართ ის ხალხი რომელიც პოზიციებს ცulis კი ბატონ გასაგებია ბექა თავად რასაც თვლიან თავით პოლიტიკურ დღესასრიგად იმ ნაბიჯებში იმოქმედონ ჩვენ რა გეგმითაც მივდივართ ამ გეგმით გავაგრძელებთ კი ბატონ გასაგებია ანუ თქვენ ამბობთ ბექა რომ არავითარ შეთანხმებას მოკლედ ადგილი არ ქონია აი ამ კომისიაზე მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით ეს არის თქვენი პასუხი საპირისპიროს ამბობენ სხვა პარტიები კი ბატონ პასუხი ჩვენი პასუხი არის რომ არც ერთი ჩვენი თანაგუნდელი კომისიაში არ ზის მის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და გიორგი გახარიას პერსონალურ გადაწყვეტილებაში არც მისი გუნდის წევრები და არც მით უმეტეს გარეშე პირები გადაწყვეტილებაში ესე ვთქვათ მონაწილეობას ვერ მიიღებენ ეს პერსონალური გადაწყვეტილებაა
კი ბატონო, გასაგებია. კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა ბექა რომ გკითხოთ, ამანაც გააჩინა სხვათა შორის კითხვები. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდაო, თქვა გუშინ გიორგი გახარიამ, როდესაც პასუხობდა წოლუკიანის შეკითხვებს. რა ჭორების მსმენია გიორგი გახარიას, რომ გითხრათ თუ შეიძლება უფრო მეტი ვისზე არის კონკრეტულად საუბარი, ვინ ცდილობს რაღაცა მანდატების აღდგენას? არ ვიცი, ვერ გეტყვით. არიცით? მე არ მსმენია ესეთი პერსონალურად, მე არ მსმენია ესეთი ჭორები. მე კიდევ ერთხელ აი ძალიან გახარიამ თქვა მე მსმენიაო და თქვენთვისაც არ გაუზიარებია რა სმენია რა ჭორი ბექა ამას ვარკვევ. თქვენ შეიძლება არ გსმენიათ, მაგრამ მე მსმენიაო გახარიამ. ძირითადად მესმის გავიგე ხო ხა გახარიას რო სმენია არ ნიშნავს რომ მეც მსმენია ან არ მსმენია ამასთან რაღაც კავშირი არ არსებობს მეც მსმენია შეიძლება იგივე ჭორები მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ხა საჭორავად ხო არა ვარ ქაკა რა თუ არ აქვს მნიშვნელობა რატო ამბობთ მაშინ მნიშვნელოვან საკითხებზე ბექა თუ მნიშვნელობა არ აქვს მაშინ რატო აკეთებს ესეთი შინაარსის განცხადებას ანუნა რატო აკეთებს გიორგი გახარია ესეთი შინაარსის განცხადებას და მისი პოლიტიკური ტაქტიკის ესე ვთქვათ რა არის განმაპირობებელი მიზეზი ეს გიორგი გახარიას მაგალითად ეხა თქვენი წინა რესპონდენტი და სხვები აკრიტიკებენ მას იმასთან დაკავშირებით რომ კომისიაზე მივიდა როგორ წარმოუდგენიათ იმ პროპაგანდის მანქანასთან ბრძოლა რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უყურებს ესე არსად ყოფნით ესე არსად ასე ვთქვათ საუბრით წარმოუდგენიათ ბექა დაუბრუნდეთ რა იმას რაც გახარიამ თქვა ანუ გახარიამ ბექა სხვა თემებზე გადადიხარ არა სხვა თემებზე გადადიხართ ბექა და ძალიან გთხოვთ რა მესმის შეიძლება რაღაც კითხვაზე არ გინდოდეთ პასუხი მაგრამ ესე რომ რაღაც სხვა თემაზე გადახვიდეთ და თითქოს არაფერი მიკითხავს არ გამოგვივა ბექა გავიმეორებ თუ შეიძლება ანუ გახარიამ რო თქვა რომ ჭორები მსმენია რომ ზოგიერთი ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდაო ეს განცხადება არ შევიმჩნიოთ ანუ არაფერს არ ნიშნავს არაფერი არ იცით თქვენ არაფერი არ გსმენიათ და ამიტომ თქვენ გეტყვით თქვენ გნებავთ არ შეიმჩნიოთ გნებავთ შეიმჩნიოთ აი შევიმჩნიეთ და ვკითხულობ კითხვა დამისვით ან არ დამისვით კი ბატონო აი შევიმჩნიეთ და ვკითხულობ რაც გიპასუხეთ ან მომისმინეთ თუ არ მოგწონთ ჩემი პასუხი ეს ჩემი პრობლემა არ არის თქვენი კითხვა ლეგიტიმურია როგორც ჟურნალისტის და ჩემი პასუხი ასევე ლეგიტიმურია როგორც რესპონდენტის მე გითხარით ამ ჭორებთან დაკავშირებით მე არ მსმენია და ეხა როგორ გიპასუხოთ მეთქი და გავაგრძელე საკითხი რომ არ იკითხეთ არ დაინტერესდით ბექა არ დაინტერესდით თქვენ დღის წესრიგში ერთი წამი ჩემს დღის წესრიგში ჩემს დღის წესრიგში შიდა პარტიული თქვენ ეხა არ ვიცი რა ფორმატში აწარმოებთ ამ საუბარს მაგრამ მარტივად თუ დამასრულებინებთ საუბარს მე მგონი უფრო ბევრის მთქმელი იქნება ეს საუბარი თუ არ გინდათ ბევრის მთქმელი იყოს ჩემი საუბარი და კონკრეტულად კი ან არათი გიპასუხოთ მაშინ ეს თქვენი ესე ვთქვათ ჟურნალისტური პოზიციის მიღმაა და მე მგონია ესე მიდიხართ იმიტომ რომ დამასრულებინეთ როცა გპასუხობთ ხო ანუ მარტივ რაღაცას ვამბობ კითხვა დამისვით გიპასუხეთ და კიდევ ჩაკითხვით მიბრუნდებით რომელზედაც პასუხი იგივეა და თუ დამასრულებინებთ პასუხს შეიძლება უფრო მეტი გააგებინოთ და გავიგოთ ყველამ ერთად და მათ შორის ჩვენმა მაყურებელმა მოდით უფრო მეტი სიზუსტისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბექა უფრო მეტი სიზუსტისთვის მე ასეთი ჭორებიც მსმენია რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა ვიკითხულობ ვის გულისხმობდა გიორგი გახარია ვერ გეტყვით მე არ ვიცი მაგრამ თქვენ თუ გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ აი ამ ოპოზიციურ პარტიებს რო გეყოლებათ თინა ბოკუჩავა არ ვიცი ვიღაცა ლელოდან ვიღაცა სხვა პარტიიდან გახარიამ რაჭორი იცის თინა ბოკუჩავას ვკითხო ბექა გახარიამ რაჭორის სმენია ხომ არ უნდა არა ეხა მე კითხვის ფორმულირება ანუნა კითხვის ფორმულირებას მე ვერ გასწავლით თქვენ ჩემზე ბევრად დიდი გამოცდილება გაქვთ მაგრამ თუ გაინტერესებთ ეს საკითხი ვინ შეიძლება ითხოვდეს ან არ ითხოვდეს მანდატების აღდგენის საკითხს მე მგონი უპრიანი იქნება და უფრო ეფექტური იქნება რომ ამაზე თვითონ ეთერში რო გეყოლებათ აი მაგალითად რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი კითხოთ რომ თქვენ შემთხვევით ხომ არ გინდათ რომ მანდატები აღადგინოთ ან ხომ არ გონიათ რომ შეცდომა დაუშვით როცა მანდატები ჩახსენეთ მეხუმრებით ეხლა ბექა ანუ გიორგი გახარია რომ ამბობს რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ ვიღაცეებს უნდათ მანდატების აღდგენა ამასთან დაკავშირებით სხვას დაუსვა შეკითხვა შემთხვევით ხომ არ გინდათ მანდატების აღდგენა მეთქი და გახარიას არ ვკითხო ვისზე აქვს ინფორმაცია ამას მეუბნებით ეხლა ბექა
გახარიას ეკითხებით ეხლა? თქვენ გეკითხებით მისი წარმომადგენელი ხართ, ბატონ ბექა. ეს ერთი და არა, ერთი წუთი. ეს ერთი და ხომ არ გიმალავთ? მისი წარმომადგენელი. კი ბატონო, მისი გუნდის წევრი, იმ გუნდს წარმოადგენთ. ჯერ ერთი გახარიას არ ეკითხებით და მეორე გახარიამ თქვა, რაც თქვა, რომ მას სმენია ჭორები და მე არ ვიცი ახლა თქვენ, მე მგონი ძალიან კარგად შეგეძლიათ გამიჩნოთ რაზეა საუბარი. ამიტომ თუ ამ ინფორმაციის გადამოწმება გსურთ, შეგიძლიათ თვითონ აი ამ ოპოზიციურ პარტიებს დაუსვათ კითხვა და რა იცით იქნებ პასუხობენ რომ დიახ მათ შეცდომა დაუშვეს, დიახ მათ შეიძლება სურდეთ ან მათ გუნდში იყო ამ საკითხზე საუბარი. ეს რა ნაკლები ინფორმატიული იქნება თქვენთვის უბრალოდ დაზუსტებული პასუხი. ის ფლობს ინფორმაციას და ამიტომ უფრო საინტერესო იქნება თვითონ გახარიამ თქვას მისთან დაკავშირებით. შესაძლო ჭორებს და ინფორმაციას ფლობს ის პარტიები, რომლებიც შესაძლოა საუბრობდნენ თავიანთ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ თუ წყარო სიზუსტე გაინტერესებთ, შეგიძლიათ თავად ამ წყაროებს კითხოთ და იქნებ ან უნდა რას პასუხობენ, იქნებ მართლა გულწრფელად გეუბნებიან რომ ვიკითხე და ვიკითხე ბექა და მიპასუხათ ინა ბოკუჩავამაც რომ გითხრასო ბატონმა გახარიამ ვისზე იცის ეს ჭორიო ჩვენს გვაინტერესებსო ეს იყო პასუხი გადავიდეთ ესე იგი თუ გიპასუხენ და გიპასუხეს დიახ კი ბატონო გადავიდეთ გისმენთ არა დაასრულეთ თუ მიპასუხეს ანუ რა გისმენთ თუ გიპასუხეთ, არ ვიცი მარტო თინა ბოკუჩავას კითხეთ, შეიძლება სხვა პარტიებიც არიან, ვის სადაც ეგ ხდება. მე არ ვიცი მეთქი. თუ გიპასუხეთ, მაშინ საზოგადოებამ შეაფასოს, რა ვიცი. კი ბატონო და კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს ბექა, რომელიც ეხება ბუნებრივია ასევე გიორგი გახარიას განცხადებას. ციტატას წავიკითხავ კვლავ. წრემსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ამის შემდეგ იყო წულუკიანის დამაზუსტებელი შეკითხვა, აბა ვინ გასცა ბრძანება და გიორგი გახარიას პასუხი იყო რომ არ ვიცი. იცით რა მაინტერესებს? აი შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ არ იცის თავად რომ რაღაც სპეცოპერაციას ატარებს, ვინ გასცა ბრძანება. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ, ნორმალური ამბავია თქვენთვის? იცით რას გეტყვით? ანუ და როდესაც რაღაც ციტატას კითხულობთ, მე გირჩევდით რომ თლიანად მთელი კონტექსტი და მასთან დაკავშირებული ნაწილები რა ვთქვი არასწორი? წაიკითხოთ ეთერში, იმიტომ რომ სხვაგვარად არასწორი არაფერი მე გითხარით რომ ნაწილობრივ წაიკითხეთ. გიორგი გახარიას პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინდელ კომისიაზე იყო შემდეგი. რომ მას მსგავსი ან მის მოადგილეებს მსგავსი ბრძანება არ გაუწია და არც არანაირი ესეთი ბრძანების ესე ვთქვათ გაცემის საკითხზე სხვა განსხვავებული მოსაზრება მას არასდროს არ დაუფიქსირებია. ანუ ბექა, ნახეთ სხვა რაღაცას ვარ. ვიღაცამ ხო გასცა, ნახეთ, ბექა, ვიღაცამ გასცა. ერთი წამეთ. ვიღაცამ გასცა რეზინის ტყუების სროლის ბრძანება. ვინ დაისვა კითხვა გახარია პასუხობს არ ვიციო, ეს ხომ მე გავიგე. ეს ხო ფაქტობრივი სიზუსტეა, რამე ტყუილს ხომ არ ვამბობ ან კონტექსტიდან ამოგლეჯილს. არა, ტყუილზე არა, ნახეთ, ჩვენ მათ შორის კომისიაზეც იცით რატომ მივიდა გიორგი გახარია, რომ ეს ნახევარი სიმართლის საუბარი არის საერთოდ არასწორია, მოდით ესე ვთქვათ და მით უმეტეს არა თუ კომისიაში, არამედ ჟურნალისტიკაში. ამიტომ ნახეთ, გახარიამ თქვა ესეთი რამე, რომ ოცინისთან დაკავშირებით არანაირი ბრძანება მისი მხრიდან რამ რეზინის ტყუებთან დაკავშირებით არ ყოფილა და კომისიის გარკვეულ ეპიზოდებში მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა გადადგომის ღამეს, როგორ ხდებოდა უჩინარე კაცის ინტერვენცია მთავრობის წევრების, ესე ვთქვათ, პოზიციის შესაცვლელად და მან თქვა ესეთი რამ, რომ შესაძლოა აქედან გამომდინარე, რომ ეს ცალსახად დაფიქსირდა იყოს გარკვეული ლეგიტიმური თუ საფუძვლიანი ეჭვები 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით. ამიტომ აქ ეხლა თქვენ რაც უნდა სამხედროად რაღაც ფრაგმენტულად კარგი, ბექა. ერთი წამით, ბექა. ფრაგმენტულად დაიწყოთ ინფორმაციის წარდგენა, ну ეს იქნება ნახევარი სიმართლე. კი ბატონო, ბექა. ერთ რაღაცას ვიკითხავ, ბექა. წარმოიდგინეთ რომ ბექა დაკავშირებით, დიახ. ბექა.
წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩემგან დამოუკიდებლად რაღაც ტიპის ბრძანება გაიცა იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვატარებ, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, მე არ გამიცია ეს ბრძანება, ვიღაცამ გასცა, აი უჩინარ ხელს რომ ეძახით თქვენ, აი სავარაუდოდ იმან გასცა, არ ვიცი, აი ეს ბრძანება, არ გამირკვევია, ამ დრომდე მეკითხებიან, ვინ გასცაო ეს ბრძანება და მე პასუხი მაქვს, რომ არ ვიცი და აი ამის შემდეგ ვთანხმდები იმას, რომ გავხდე პრემიერ-მინისტრი. ისე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, ჩემს ნაცვლად ვინ გასცემდა ბრძანებებს, არ ვიცი იმ ღამეს. არც გამირკვევია, აი დღესაც რომ მეკითხებიან 2025 წელსაც. კიდევ უფრო მესმის. ამაზე არ ვიციო არის პასუხი. ფრაგმენტების კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტების მოყვანა მომიწევს გუშინდელი საუბრიდან, იმიტომ რომ როგორც ჩანს მთელი ჯაჭვი თქვენ იქ ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს ყურადღებით არ გინახავთ. საერთოდ რა კავშირშია ეს საკითხი პრემიერად გახდომასთან? გეტყვით, დაგიზუსტებთ, გეტყვით. მაგრამ დაგეხმარებით რა კავშირშია ჩემთვის აგეხსნით. არ მინდა როცა დამჭირდება დაზუსტება, მეც თვითონ მოგმართავთ, რომ დამეზუსტეთ კითხვა. გავიგე, რაც მკითხეთ. უფრო შემიძლია გავაპრიმიტიულო. საქმე რა შეიცით რომ ანუ პრემიერ-მინისტრი გახდა ადამიანი ისე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მაშინ არ იცოდა მის მოცნოთ ვინ გასცემდა ბრძანებებს. ამის შემდეგ ეს ადამიანი ხდება პრემიერ-მინისტრი. როგორ თქვით? ესე იგი არ გინახავთ კარგად, იქ იყო საუბარი ძალიან კაფიოდ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის შესახებ კანონის 22 მუხლი განსაზღვრავს პოლიციელთა ქმედებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მათ შეუძლიათ არაელიტარული, ასე ვთქვათ, საშუალებების, სპეციალური საშუალებების გამოყენება. იქ იყო საუბარი, რამდენად იყო უკვე ეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და თუ არ იყო პასუხისმგებლობა დადგა თუ არა და დადგა ცალკეულ შემთხვევებზე. იქ იყო საუბარი, რომ ვინმე თუ ეს აი ამ არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გამოიყენა, შეიძლება იქ ყოფილიყო გონივრული ეჭვი, რომ ვინმე ამ ხალხს ეს ამის გაკეთება დაავალა ან არ დაავალა, ამაზე იყო საუბარი. ეხლა ბრძანება როგორც ასეთი. ხო და რატომ მოხდა ამის მოკვლევა, ბექა? მოხდა მაგის მოკვლევა? აი მოხდა, რატომ არის დღეს კითხვაზე? პასუხი არ ვიცი. ნუ გეტყვით. იმიტომ რომ ესეა, იმიტომ რომ ამ საკითხების შესწავლის, გამოძიების, დასრულების ვალდებულება მათ შორის ქონდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ამის შემდეგ ასულია ძალიან ბევრი წელი და მათ შორის ის რომ დღეს ეს ყველაფერი მოკვლეული არ არის და დადგენილი არ არის საქართველოს გენერალური პროკურორის და ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, რომლებმაც საერთოდ არათუ რაღაცა აი ეხლა თქვენ წინა ეთერში რო საუბრობდა იმ პარტიის წარმომადგენელი ნიკანორ მელია, რომელიც სტრასბურგმა დაადგინა, რომ შტურმს ახორციელებდა საქართველოს პარლამენტის, არათუ ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა დააკისრა და გამოძიება ბოლომდე მიიყვანა ანუნა, არამედ ამნისტია გამოუცხადა და შეიწყალა ერთადერთი პუნქტი შეასრულა შარლ მიშელის 9 პუნქტიანი დოკუმენტი და ეს იყო ნაცნობის შეწყალება. ამიტომ კიდევ ვიცით რატომ? კიდევ ვიცით იმიტომ, რომ აი კომისია დაიწყეს ვითომ ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად და აი როგორც გიორგი გახარიამ თქვა ამ კომისიაზევე რომ ისინი მხოლოდ ამას ჰიბრიდული ომისთვის იყენებენ და არაფრის ამკრძალები არ არიან, გუშინ საღამოსვე დაადასტურა ბატონმა მდინარაძემ. ამიტომ ზუსტად ეს არ იქნა გამოძიებული. კი ბატონ, გასაგებია. მესმის, ანუ თქვენ კი ბატონ, ბექა, დავაზუსტებ. მოდით გადავამოწმოთ რამდენად სწორად გავიგეთ თქვენი პასუხი. კი ბატონო. აი ესე იგი, როგორც თქვენ მეუბნებით, მაშინ როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, გენერალურ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა გიორგი გახარია რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მაშინ მის დაუკითხავად რომ ვიღაცა რაღაცა ბრძანება რომ გასცა, ეს ბრძანება ვინ გასცა? ეს უნდა გამოეძიებინა შოთაძეს, მაშინ როდესაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრი. საქმის სწორად გავიგე ეს ეგრესაც მეუბნები. რა შუაშია გახარია პრემიერ-მინისტრი იყო თუ პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია თუ ეს აი ზუსტად ახლა ნახეთ გუშინდელი კომისიის ნარატივით მესაუბრებით, ანუ რა რომ პრემიერ-მინისტრი რო იყო გიორგი გახარია, რა შოთაძე ვერ გამოიძიებდა ამ საკითხს? ანუ ეს ხო ახლა გუშინდელი კომისიის რაღაცა პერიფრაზი არის ხო ამ საკითხთან დაკავშირებით? რა შუაშია გიორგი გახარია ვინ იყო? გიორგი გახარია პრემიერობის მერე გავიდა 4 წელიწადი. როგორ არის ბექა? როგორ ამბობთ ბატონ ბექა? როგორ ამბობთ რომ არაფერი შუაში არ არის? დააწინაურეს. შინაგან საქმეთა მინისტრობიდან დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად ადამიანი, რომელმაც დღემდე არ იცის, როგორც თავად ამბობს, 20 ივნისის ღამე ვინ გასცემდა ბრძანებას.
არ ვიკითხოთ, არ შვეში არ არის? ხო და ნახეთ, დაუბრუნდეთ ამ საკითხს. თქვენ წეღან სხვა რამე იკითხეთ, ეხლა სხვა რამე იკითხეთ. არა, ეს ვიკითხე სხვა სიტყვებით უბრალოდ. ნახეთ, გავიგე. ხო, სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგითო გითხარით, რომ გუშინდელი კომისიის სიტყვებით მესაუბრებით თქო და ძალიან არ მომწონს ეს თქვენგან, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია. საქმე რა შეეცით, რომ რა კავშირშია პრემიერად დანიშნვა და ამნისტია მაგალითად. აი, კითხვაზე, რომელსაც თქვენ ამნისტია არ მიკითხია მე ამნისტია. არ მიხსენები ამნისტია. სხვა რაღაცა საერთოდ სხვა რაღაცა დავუკავშირე ერთმანეთს ბექამ. რომ ვაბნევთ მაყურებელს. ანუ ხო, გავიგე, არასწორად დავუკავშირეთ. მე ნუ ვაბნევთ, მე რა შუაში ვარ. თქვენ დავუკავშირეთ არასწორად, თორე მე კი არ ვაბნევ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოკლედ რო შევაჯამოთ ეს საკითხი. ეს თუ რატომ არ არის გამოძიება ბოლომდე მიყვანილი, მათ შორის მთლიანი კონტექსტი. რატომ შემოვიდა ის ადამიანი ამ ქვეყანაში? ვინც შემოვიდა, რატომ მოხვდა სავარძელში, ვის ჰქონდა ამაზე პასუხისმგებლობა. შემდეგ მთელი ღამის, ესე ვთქვათ, მოვლენები როგორ განვითარდა. ეს ყველაფერი მათი, ესე ვთქვათ, გამოსაძიებელი იყო და ბოლომდე მიყვანის ნაცვლად ამნისტია გამოაცხადეს, ხო? ეს ხო გახსოვთ კარგად, ანუ თქვენ მაშინაც ამ სტუდიაში ბრძანდებოდით და მაშინაც კითხვებს სვავდით და ამიტომ ლეგიტიმურია ეს კითხვები, მე მესმის, მაგრამ ლეგიტიმურია ის პასუხები, რასაც გაძლევთ და ეხლა თქვენ თუ არ მოგწონთ პერსონალურად ეს პასუხი, ეს რა ვიცი, ეს რა ჩემი ბრალია.